ეთერშია გადაცემა სახალხო კონტროლი, მე ვარ ჟურნალისტი ლიზა ვადაჩკორია. დღეს გული დავწყვიტეთ იმ ადამიანებს, ვინც ხელმძღვანელობს ამ თუ იმ კვების ობიექტს ბათუმში, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენს გული დავწყდა, რომ ასეთი ობიექტები არსებობს და ასე მუშაობენ. ამას შეხედეთ, აი ხორცი ნახეთ და აქ ალბათ იწვება. ხო, გამზადებული როა, მაგას უყურებ, შესაწავად როა გამზადებული, მაგრამ ამ საღორეში როა ყველაფერი გამზადებული, ამასაც უყურებ, რომ როგორი ანტისანიტარია და სიბიძურე გაქვთ აქ. განგებ გადავატრიალე, მენიუ არის მხოლოდ რუსულენოვანი. როგორ შეიძლება ასეთი ობიექტი არსებობდეს? ძალიან მცხვენია. ადამიანი საჭმელად შემოდის და ნახეთ რას უყურებს. ეს ჯობია იყოს გარეთ და თან უნდა იწმინდებოდეს და უნდა გადააგდოთ, ხო? ბეჭედიც გიკეთიათ და უხელთათ მანოთ ტენით ეხა მაგას. აი მე პირადად ეხა სიმართლეს გეტყვით გული ამერია. ხელთათმანი არა გაქვს? მომხმარებელი, რომელიც თქვენ გენდობა და თქვენ პროდუქციას ყიდულობთ, იმას პატივი უნდა ცეთ. თუ გიყვართ უზბეკური ფლავი, შეგიძლიათ მოხვიდეთ აი აქ ქარავანში. ჩვენ ვართ ეხლა შერიფ ხიფშიაშვილის ქუჩაზე. ორბის კორპუსის წინ არის ძველი 9 სართულიანი სახლი და აი პირველ სართულზე მდებარეობს უზბეკური რესტორანი ქარავანი. დავიწყეთ ქვევით ქვედა ტერიტორიიდან, ქვევიდან შემოვედი, აქ არის ნახეთ გრილი და აქ ხორცის დამუშავება და ხორცის მომზადება აი აქ ხდება, ნახეთ. ამას შეხედეთ. ამას შეხედეთ, აი ხორცი ნახეთ, აქ ხდება ხორცის დამუშავება და ცომის დამუშავება, ნახეთ, აი აქ ამზადებენ რაღაცაებს. შეხედეთ რა მდგომარეობაშია ცომი. შეხედეთ, ეს ნაგვის ყუთიზევიდან და ეს როგორი პარკია დაფარებული. აქ ადამიანებს ძინავთ ღამე, ჩვეულებრივად, აქ არის აქაც სანელებლები და რაღაც კერძების აქ მომზადება ხდება, შოკში ვარ საერთოდ ამას რო უყურებ, შოკში ვარ, აი ძალიან განვიცდი და ნერვიულობ. ამ ხორცს შეხედეთ ახლა. აქ შეხედეთ, აი ხორცი სადუდეთ, შეხედეთ. აი ხორცი. აი ახლა ისა. აი ნახეთ, ხორცი აი აგერ გამზადებული, აი შეხედეთ. აი ამას ჩამოვიღებთ. რა არის ხალბატონო ეს? მე ახლა შეწვანა და იმიტომ გამზადეს. ხო, გამზადებული როა, მაგას უყურებ, შესაწავად როა გამზადებული, მაგრამ ამ საღორეში როა ყველაფერი გამზადებული, ამასაც უყურებ, რომ როგორი ანტისანიტარია და სიბიძურე გაქვთ აქ. ამდენ ადგილზე ცომის მოცომვა, საერთოდ და რამის კეთება არის დასაშვები მისაღებია? რატო არა რა ჭირს ახლა ხო? ეს არის სამზარეულო ხალბატონო? სამზარეულო ზეითა. ამოდით მაჩვენეთ სამზარეულოც მაჩვენეთ, გასაგებია რომ სრული ანტისანიტარია. ეს რა არის ხალბატონო? რისი ისაა, ტრაპი არის. და აქედან ამოგაქვთ, რისი წყალი არის? მაინას უსინა წვიმარი კაჩავ და გადის გა. კარგით, რომ შიგით არ შევიდეს, კარგით, გასაგებია. შიგით მანახეთ სამზარეულო. იქ საწყობი არ არის ხალბატონო, იქ საცხობია, იქ ცხება რაღაცაები და კეთდება აქედან. ნურაფეს ნუ დაკეტავთ, არაფერი არ დამიკეტოთ და ყველაფერი აბსოლუტურად უნდა დავეთვალიერო. ეს არის სამრეცხაო, როგორც ხვდები, შემოტანილი ჭურჭელიდან სამრეცხაო სულ არასასიამოვნო სანახავია. ეს არის სამზარეულო, სადაც უზბეკური ფლავის მომზადება ხდება. ეხლა ვნახოთ რა მდგომარეობაა და როგორ არის. ნუ კვერცხი ზევით არ უნდა იყოს და კვერცხი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, მაცივარში მოთავსებული, მაგრამ აი ხა თბილია ეს პრინციპში. ამის ვადა არის 22/01/25-ში არის დადების თარიღი და ამას აქვს 20 დღე შენახვის ვადა და ჯერჯერობით ვადიანია. მაცივარი დასალაგებელია, აი ამ ყინვა ძალიან მარტივად ბინძურდება. მაცივარის მდგომარეობაც ნახეთ, მაცივარიც დასალაგებელი და დასასუფთავებელია. აბა რა არის, ხალბატონო? ეს არ არის დასალაგებელი, ეს ნორმალურია თქვენთვის? აბა რა არის, ეს რა არის, მითხარით, არ არის დასალაგებელი? ხო და ეს ის არის, ზუსტად ეგ არის დასალაგებელი. აბა მე კი არ გამილანძღი ხართ ძვირფასო, ეს რა არის? თავარია მაცივარი ხომ სუფთა? ეს რა არის? მაცივარი სისუფთავეს თქვენ რას უძახით? მე უძახი სუფთა პროდუქტი როცა არის და ყველაფერი მოწესრიგებული არის მაცივარში. აბა სხვა რა? ყავს როგორც წესი ვიღებთ. თავზე უნდა დავახუროთ ამას. კარგით, მაცივარს ვანებებ თავს.
მაცივარზე უფრო ბევრი პრობლემას ვხედავ მე აქ. რაღაც გადასაფარებელზე, სტოლსაფარზე, არ ვიცი რა არის, მაგიდის საფარია თუ რა არის, დაწყობა პროდუქტის ასე ყოვლად დაუშვებელია. აუცილებლად ეტიკეტირება უნდა იყოს, ვადები უნდა იყოს აღნიშნული და ასე ჩალეწილი ყველაფერი. არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს, ეს ყველაფერი იხევა და მე ბინზურდება და ამის ხელახლა აი ზედაზენი ლუდის მუყაოზე დაწყობილი არის მზაკერძები. აი ლუდი დისტრიბუციის მანქანაში როგორ გადაიზიდება, კარგად იცის ყველა. აქ საერთოდ შეფუთვაც კი არის კადრეს, აი ქათმის შეფუთვაც კი არის კადრეს. აი შეხედეთ როგორაა ქათამი ჩაგდებული. აი აქაც ეს გაშავებული, აი გაყინული გაშავებული წიწილები და აქაც აი ზეთიანი გაუბედურებული ყუთები არის. მაცივარშიც ჩაიხედეთ, აი რა მდგომარეობაა და მაცივარსაც განახებთ. აი შეხედეთ მაცივარშიც რა მდგომარეობაა, მაცივარშიც როგორაა ყველაფერი ჩაყრილი. ნახეთ აი ეს არის სრულიად დაუშვებელი და მიუღებელი, აი ესეთი მდგომარეობა. აი ეს ნახეთ, უბრალოდ რა ლამაზია და ამას რო ლამაზ სინზე დააწყობენ და გადაიტანენ მოხარებელი რა მარტივად მოტყუდება, ამ დროს აი ნახეთ სრულიად ბინძურ საფარზე არის დაწყობილი. აი ეს არის უზბეკური სამზარეულოს რესტორანი, სტაფი არის ძირითადად ამ ქვეყნიდან ჩამოსული, აი ქარავანი, ეს არის ალბათ ყარაყუმი, უდაბნო, ასახული ამ სურათზე. აი სტილიზაცია ესეთი აღმოსავლური გაკეთებული და მოდით გადავხედოთ მენიუს, აბა ვნახოთ რა ხდება. მენიუ გასაგებია, ფასები არ არის ძალიან მაღალი, თუმცა ფლავი, ნუ რა თქმა უნდა 22 ლარი ღირს, იმიტომ რომ ეს ალბათ მთავარი კერძია. სალათები ღირს 10, 12, 15 ლარი, მაგრამ რაც მე არ მომწონს, აი განგებ გადავატრიალე, მენიუ არის მხოლოდ რუსულენოვანი. უნდა იყოს ქართულად თუ მანდამაინც დამატებით ინგლისური და რუსული მენიუც შეიძლება რომ იყოს. არ ვიცი, მოკლედ ეს რა თქმა უნდა დარღვევაა, ეს არ არის სწორი. აი ესეთი ძალიან უბრალო სკამები, ზოგი ბალიში, ზოგი ბალიშის გარეშე, ცელოფან გადაფარებული მაგიდები, დახურული, აი ეს არის საშაქრე. და ცუდი ის არის რომ ხელით შეიძლება აიღო ეს შაქარი და ეს არ არის რა თქმა უნდა კარგი რომ ხელით არ უნდა შეეხო პროდუქტს საერთოდ სუფთა ჭურჭელი ნიჟარის ქვევით არ უნდა იყოს იმიტომ რომ მილი შეიძლება წვეთავდეს და ისვრებოდეს სუფთა ჭურჭელი გამწოვში შეხედეთ აი როგორი მდგომარეობაა აი შეხედეთ აი შეხედეთ გამწოვის ზედაპირები როგორ მდგომარეობაშია ეს ყველაფერი გასარეცხია კედელი ნახეთ რომ მდგომარეობაშია და გამწოვი ნახეთ როგორ მაგრამ საბედნიეროდ გამწოვი არ აწვეთავს კონდენსატი არ წვეთავს შიგნით აქ ნახეთ რა კოშმარი ამას შეხედეთ ეს სრული ანტისანიტარია სუნი არის ამაზე რძენი და მიუღებელი სრულიად კარტოფილი არის შემწვარი, ზეთი როდესაც გამოცვლილი ზეთი ახალია, პრინციპში ეთყობა. ვენტილატორი ნახეთ რა მდგომარეობაში არის, აი შეხედეთ, როგორი ბინძურია და აი უნდა სუფთავდებოდეს. ნუ აქ ნახმარი, სუფთა, ყველა ერთად არის ტაფები შეწყობილი და ესეც უნდა იყოს ცალცალკე გამიჯნული და გაყოფილი და ტერიტორია უფრო უნდა სუფთავდებოდეს. აქ კიდე ერთი მაცივარი არის, ნახოთ, აი შეხედეთ თავ დაუხურავი, აქ კარაქი აი პირდაპირ როგორ არის ჩაყრილი, შეხედეთ აი აქ ყოვლად აი არავითარ შემთხვევაში აი ესეთი მდგომარეობა არ შეიძლება ობიექტზე იყოს, თავდახურული არაფერი არ არის აბსოლუტურად, აი ხორციც ნახეთ. მე არ ვიცი. ამაზე მეუბნებიან, რომ ყველაფერი მოწესრიგებული და ყველაფერი სუფთა არის. ყველაფერი არის მოუწესრიგებელი და დაბინძურებული. მოდით სრული სურათისთვის სველ წერტილებსაც გადავიღებ, ხო გაქვს საპირფარეშო? სად არის? აგერა მოცანდა. ესეთი პატარა ტუალეტია. უბრალოდ თქვენი ინვენტარი აქ არ უნდა იყოს, იმიტომ რომ რაღაცა ფეხსაცმელი ამ თქვენი ინვენტარია. ახლა უცბად გაწილება ხოლმე ხოში. ხო, უბრალოდ სტუმარი რომ მოვა, არ უნდა დახვდეს იქ დამლაგებლის. მე შევიტანთ კი. მე შევიტანთ. კაი, მე შევიტანთ. დათი დალაგო მაინც პრეტენზია მაინც გაქვა. ჩვენ ვართ ესეთ შარიანები? არავითარ შემთხვევაში, მხოლოდ იმას ვაჩვენებთ,
რაც ჩვენს კამერაში ხვდება და არაფერს ჩვენ არ მოგვიტანია ფეხსაცმელი თქვენს საპირფარეშოში ნამდვილად იდო. აი რა გითხრათ ახლა მანდამაინც ვერ შევაფასებთ დადებითად ამ ობიექტს. ეს არის უზბეკური სამზარეულოს რესტორანი ქარავანი, შერიფ ხიმშიაშვილის 9 ნომერში. ამკიც მე დაჭრიან, მიჭრიან, მოჭრიან და ისევ მომხმარებელს მიართმევენ. სამწუხაროდ ჩვენი რეალობა ეს არის. სასწავლის მდგომარეობა და მოდით აი ნახოთ, აი აქ რა ხდება. აი შეიხედეთ და ნახეთ. აი ყველგან სიბინძური, რასაც ხელი არ უნდა მოვკიდოთ. ბათუმში როგორ შეიძლება ასეთი ობიექტი არსებობდეს? ძალიან მცხვენია. აი ძალიან მცხვენია. საშინელებაა. ეს არის სამარცხვინო. საქართველოში ნებისმიერ სხვა ერის ადამიანს შეუძლია ჩამოვიდეს და ბიზნესი აკეთოს, მაგრამ ბიზნესი უნდა აკეთოს სწორად და ქართულ კანონმდებლობას უნდა მოერგოს და აი ასეთ პირობებში არ უნდა ამზადებდეს საკვებს და საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა წამლავდნენ. ტკბილ ოცნებაში შეიხედეთო მოგწერა მომხმარებელმა, ხო და ჩვენც შევდივართ აეროპორტის გზატკეცილი ნომერი 6. აბა ვნახოთ რა პირობებში და როგორ კეთდება აი სილამაზები, რომელიც შემოსასვლელში დაგვდა. პირველად დავიწყებ აი საწყობიდან, იმიტომ რომ საწყობი არ გეგონოთ რომ ნაკლებად მნიშვნელოვანი წერტილი იყოს. მაცივრებიც ამ მდგომარეობაში არ უნდა იყოს და უნდა სუფთავდებოდეს. სადენები ნახეთ რა მდგომარეობაშია, როგორ არის. ამ ტერიტორიას საერთოდ მოწესრიგება უნდა ქალბატონო, მოსაწესრიგებელია ეს ტერიტორია. აბლაბუდები ჩამოსახსნელია და არ უნდა იყოს. ხვალიდან რატო და დღეს იმარაგებთ, იმიტომ ამდენი რაოდენობით მიტოვაკეთებ? ხვალიდან რატო არ მუშაობთ, მითხარი? უნდა გამეკეთებინა რემონტი, წინიდან უნდა გავალეს ისა და ამის შემდეგ რომ გასაგებია, იმედია მასეც იქნება და მასეც დაგხვდება. კუთხეები საშინელ მდგომარეობაში გაქვთ. აი ყველგან გაქვთ, აი მოუწესრიგებელი გაქვთ. აი ნახეთ იატაკზე რატო უნდა იყოს აი ეს. მე აი ხო ჩაასხამთ ამას და ისევ ხო იხმართ. იატაკზე არაფერი არ უნდა გეგდოთ აბსოლუტურად. იატაკი მოწესრიგებული უნდა იყოს. ზედმეტი ნივთები აქ არ უნდა იყოს, მაპატიეთ გადაიყარა ბოდის გიხდით. იატაკები საშინელ მდგომარეობაშია. მეც უყურებ გასარეცხები რო არის, მაგრამ აი ნახეთ აქ გიდებთ ამას ამოიღებთ მერე და ნამცხრებს ამაზე დააწყობთ და ქვევით შეხედეთ როგორი აბლაბუდები და როგორი მტვერები გაქვთ. აი ნახეთ ქვევით რა მდგომარეობა, ამას შეხედეთ, აი ამას შეხედეთ რამდენია, შეხედეთ, აი შეხედეთ რა ხდება. აი ეს არ უნდა იყოს აქ. ქვევით უნდა გამოწმინდოთ ყველაფერი. აი რა მაინტერესებს იცით? ბეჭედიც გიკეთიათ და უხელთათ მანოთ ტენით ეხა მაგას. აი მე პირადად ეხა სიმართლეს გეტყვით გული ამერია. ხელთათმანი არა გაქვთ? მე მოგცემ და გამოიყენეთ. ხო და რატო არ იყენებენ მაშინ ჩხილებიც აქვს ხალბატონს და ტენის თითით როგორ შეიძლება ეგეთი რაღაცა? ეს გამოიღეთ ქვევით საშინელი სიბინძური არის და გადმოწიეთ აქეთ. სანამ მადონა კოიძე ტკბილ საამქროს ათვალიერებს და ამოწმებს, ჩვენ აგერ ნახეთ ვიტრინების წინ დგავართ და ვუყურებთ რას გვთავაზობს ტკბილი ოცნება. ძალიან კარგად და ლამაზად გამოიყურება, სუფთა სინებია, სუფთა მინა, ნამცხვარია, ღვეზელი, ხაჭაპური, ფასები ძალიან კარგი, ლარი ღირს, აი ეს კარტოფილიანი ღვეზელი. აი აქ არის ნამცხრების დახლ-მაცივარი, პრინციპში სუფთა ჩანს, უბრალოდ აი ეს ქაღალდები რაღაცა ხელით ნაწერი, ცოტა არა ესთეტიკურია, რაღაცა დაბეჭდილი სტიკერი რო იყოს ჯობია. და ზოგადად სტიკერი, სადაც არის მითითებული, როდის არის გამომცხვარი და დამზადებული ეს ნამცხვარი, კიდევ უკეთესი. ჩვენ ხო არ ვიცით ეს არის გუშინდელი, გუშინწინდელი ან დღევანდელი ნამცხვარი. კარგი ფასები გაქვთ? ბევრი მომხმარებელი ხართ? არა, მუშაობა. რატო? არ მაქვს მუშაობა, რომ მქონდეს ამის ხარჯი. რატო? ეხლა ცუთხასიაძე მოხვედით, იმიტომ რომ მადონამ ბევრი შენიშნა მოგცათ. არა.
არა უშავს, იცით რა არის, მთავარია გამოასწოროთ და ყველაფერი კარგად გექნება. სანიტაროზე გავდივართ, ხვალე იქედება. სანიტაროზე გავდივართ და ეს ყველაფერი გაიკრასკება, გაიწმინდება, ყველაფერი კარგად. ძალიან კარგი, ზუსტად აი ამ კომენტარს ველოდებოდით ჩვენ, რომ ერთი დრით ადრე შევმასწავლეთ, სულ მეშინ უნდა, ყოველთვის მეშინია და აი ეს ერთმა დღემ დამღუპა, დღეს სანიტარული ყოფილიყო, მე ამ დროში არ შევ. ხო, ნამდვილად ესეა, მაგრამ ჩვენ მოგწერა მომხმარებელმა, გითხრა რომ საწყობიც აქვს, არ ვიცი საწყობია თუ სამქროა, მე შიგნით არ ყოფილვარ. და აი არ მოგვეწონა რაც დავინახეთო. იცით როგორი ხალხი დადის? დღეს ერთი თვე არ გამიკეთებია მარტო, თორე ახლა ემჩნევა კიდევ. ხო, მაგრამ ვიზუალურად მე მომწონს, ალბათ გემრიელიც არის და დახლები და სინები ნამდვილად სუფთა გაქვთ. მე რასაც ვხედავ. ჟელეს ჭურჭელში. პროდუქტს რატო ინახავთ? აი აქაც. ეს არის ჟელესი, ქიმიკატის, რომელიც კარგად უნდა გაირეცხოს და პროდუქტთან შეხებაში არ უნდა იყოს. მაგიდები კარგი გაქვთ, უჟანგავი გაქვთ. მაგიდები გაქვთ ძალიან კარგი. მაგიდებზე ხელი ამიწევია. ესენი რად გინდათ? ეგენი ახლა რო გახსნეს დილას ყუთები, ეგენი შელაგებულია გახსნეს. კარგი, ეს დილას გახსნეს ყუთი, მაგრამ ეს დღევანდელია, ეს რამდენი ხნის არის? ნახეთ, როგორი გაყვითლებული და გაუბედურებულია. ამაც ადრეცხავთ. სამრეცხაო სადა გაქვთ? იმედია, მაგრამ მე უფრო გარეცხვის კი ბატონო, ვნახავ ხა. ამას ისთვის იყენებთ. არა, დაჭრილი კი არ არის, ქალბატონო, ამას იყენებთ იმისთვის, რომ რაღაცას ნამცხებს და რაღაცა ზევიდან აწყობთ. ხო, აბა რა გინდათ, რატო დაჭრით? აი რომ ერთ ზომაზე არის დაჭრილი, ამას ხა მეტყვით, რომ არაფერზე არ იყენებთ. როგორ არ იყენებთ? მაშინ რატო ჭრით? აი, დანაც არის აქ. სპეციალურად და ამ კარდონებს ამზადებთ. მუყაოს ფორმებს ამზადებთ იმისთვის, რომ რაღაცა ნამცხრებს, რომელსაც დაამზადებთ, შემდეგში ზედ დადოთ. არავითარ შემთხვევაში ეგეც არ შეიძლება რომ გაკეთდეს. ეს რა არის? აი ნახეთ ახლა 60-ით იმით დავდივართ და აი აგერ გაქვთ ფორმები და აი ამას იღებთ და ამაში აწყობთ. აი აქ ეს რატო უნდა იყოს? აი ეს უნდა იყოს მაგიდაზე. უსაფრთხოდ ისე რომ იყოს სუფთად. და ადამიანები, როდესაც დადიან ამას არ უნდა ეხებოდნენ არანაირად. საპირფარეშოები და დამხმარე ტერიტორიები სადა გაქვთ? ეს არის საპირფარეშო, პირდაპირ შედიხართ საპირფარეშოში და გამოდიხართ ყველანაირი დეზო ბარიერის და ასე შემდეგ. აქვე არის გასახდელი, აქვე იხდიან ტანზე. აქვეა გასახდელი და ერთადერთი ხელსაბანი ეგა გაქვთ. ხელს კიდე სადიბანთ. და რა მაინტერესებს? ჟელეს მეტი მე იქ ვერანაირ სითხეს ვერ უყურებ. ერთადერთი უყურებ ჟელეს. იმედია რომ ეს ჟელი არის, აი ეს ტილო იმედია რომ აქავრობისთვის არის და არ არის იქავრობისთვის, თუმცა მაშინ სადრეცხავენ, როგორ ასრეცხავენ ვერ მივხვდი. ძალიან დავიბენი ახლა და ამნერვიულდი. საპონი არა გაქვთ, ხელი რითი უნდა დაიბანოს მომსახურე პერსონალმა? საპონი ობიექტზე გაქვთ? ეხლა გათავდა, ანუ როგორც ეხლა ხდება ყველაფერი, გასაგებია. ანუ ჟელე იქ რატოა? ხელსაბანია ჟელე თუ ჭურჭელს რეცხავთ იქ? აი გეფიცებით გული გამიხდათ სუდად. აქ რეცხავთ სინებს, კი ბეტონო. აბა ერთჯერაც ხმარობ მარტო. ეს რა არის? ეს რა არის? ხო ერთჯერაც ხმარობთ მარტო. აბა ეს რა არის? ეს რა არის? შეგიძლიათ მიპასუხოთ? აი ეს რა არის? ეს შავეები რა არის? ობი ხო არის? ობი ხო არის ეს შავეები? თქვენ მოგწონთ, თქვენ თვითონ მოგწონთ, შეხედეთ როგორი გაზეთილია. გადასაყრელად გარეცხეთ და გააშვეთ გადასაყრელად? არა, ქალბატონო, გამშრალია, ცალი მხარე მშრალია და არც კი გადმოატრიალებდით. რატომ ატყუებთ? ძალიან მწუხვა. სრული ანტისანიტარია. და შეხედეთ აი ამ მდგომარეობაშია იატაკი და ასე შემდეგ. ნახეთ. რა არის აქ მოწესრიგებული საერთოდ? ეს არის ნამცხვარი
რომელიც ლამაზად შეფუთულია, ნამდვილად არაფერი არ ყრია, ისე აი ზოგჯერ ხო იცით, მტვერი ედება, ბუზი დააჯდება. ბევრი საქონელი გამოუშვა და დავალავდა. ხო. მაგრამ აი ყველა დახურულია და სუფთად არის ნამდვილად. გახლმაცივარი, აი აქაც მინდა რომ დაგათვალიერებინოთ, ნამდვილად სუფთაა და ალბათ ახალიც არის, ხო, ეთყობა რომ დაჟანგულიც არ არის და ახალია. ხო, ქალბატონი არის ძალიან ცუდ ხასიათზე მესმის, მაგრამ მინდა გავამხნევო, რომ კრიტიკაც საჭიროა. მე ვფიქრობ, რომ როდესაც თქვენ ყველაფერს გამოასწორებთ, ყველაფერი კარგად გექნება, ისედაც ჩანს, რომ კარგი პროდუქცია გაქვთ და ალბათ გემრიერიც არის და როდესაც ყველაფერსაც გამოასწორებთ, მომხმარებელიც უფრო მეტი გეყოლებათ და ჩვენ კიდევ ერთხელ შემოგივლით და დღეს არ მომოს დღეს ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ხდება ხო? ჩვენ ყოველთვის ბრძანდით და ნახავთ რა. ჩვენ ყოველთვის დრო-დროს მოვდივართ, მაგრამ ეს არის ჩვენი გადაცემის მთავარი პრინციპი, რომ შემოვიდეთ მოულოდნელად, როდესაც არავინ არ გველდება და არ იციან, რომ აი დღეს ზუსტად სახალხო კონტროლი შემოვა ჩვენს ობიექტზე. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ არავითარ შემთხვევაში რაც მაგიდაზე იდება, არ შეიძლება თავდახურის გარეშე აი ესე იყოს მოთავსებული, ნახეთ აი ხა გამზადებული მასა დაასხეს და აი ზევიდან ნახეთ, აი როგორ აცვივა ყველაფერი და ეს მერე გამოცხება ჩვეულებრივად. ნახეთ, აი ყველგან არის აბსოლუტურად ჩაცვენილი. აი აქ რა არის? ესენი რა არის? შეგიძლიათ ჩამომიღოთ მაჩვენოთ? შოკოლადია. ეხლა რა მითხარით, იცით? აი ხელები გაშალეთ, გთხოვთ. არა, თქვენი არა, როგორ გეკადრებათ? ხელთათმანები მაინტერესებს. ეს როდისმე გაგირეცხიათ, როდისმე გარეცხილა? აი ეს. და ამით ეხებიან სინებს და აი ამით ხდება გამოცხობა. აი ეს ხელთათმანები როდისმე გაგირეცხიათ? ეს კიდე ძირს რატო გიდევთ? თქვენ ხო ყველა დადიხართ და მტვერი ხო შემოგაქვთ. მით უმეტეს გარეთაც ნებისმიერი მომხმარებელი შემოდის. არ ვიცი, ხელი ამიწევია. აი ძალიან აღელვებული ვარ, ძალიან გაბრაზებული ვარ. აი მინდა ვიყო კორექტული. მესმის რომ საზოგადოებრივი ტელევიზიაა, მაგრამ ისიც მესმის რომ ადამიანი ვარ, დედა ვარ და ჩემი შვილები, როდესაც ქუჩაში გარეთ ყიდულობენ და შვილიშვილები აი ესეთ კბილეულს, მინდა რომ უსაფრთხოდ ვიყო ჩემ ქვეყანაში და არ მოვიწამლო და რასაც ყიდულობ, ფულს ვიხდი, არავინ არ ჩუქნის. მინდა რომ ეს იყოს ყველაფერი სწორად დამზადებული და რისკ ფაქტორს არ წარმოადგენდეს ჩემი და ჩემი შვილების და შვილიშვილების ჯანმრთელობისთვის და იმ ბავშვებისთვის, რომლებიც სკოლიდან გამოდიან შიად და ტკბილეულს ქუჩაში აგემოვნებენ. წუხვარ და მწხვენია, ძალიან მწუხვარ. კიდევ ერთი ობიექტი ბათუმში აღმაშენებლის 6 ნომერში კორპუსის პირველ სართულზე არის სწრაფი კვების ობიექტი, არ ვიცი სასადილოა, ბარი, მამაკაცებს ხედავ ძირითადად, მაგრამ აგერ მენიუც არის ესეთი ქართველ კაცს რო უხარია ხოლმე, ხო, ხაშლამა, სუფხარჩო, ციციბურა კატლეტით არ ვიცი, მაგრამ აი ოსტრი, ოჯახური, ნამდვილად ესეთი ტრადიციული ქართული კერძებია. მოდით ჩავიდეთ და ვნახოთ რა ხდება შიგნით. ამ ობიექტს დიდი ხანია უყურებს ლიზა და გვეხორწება რომ წამოდით, მეც ხო შეიძლება ერთი ობიექტი გაჩვენოთ. რატომღაც არ უჯერებდით და ბოლო-ბოლო დაუჯერეთ და სწორიც ვქენით, იმიტომ რომ აქ უკვე ჩანს რა მდგომარეობაც არის. ეს რა არის? არის მაცივარი, კოროზირებული. ეს ხაჭაპურისთვის არის? მე თავზე რომ დავახუროთ არ შეიძლება? და ფქვილი რო არ იყრებოდეს შიგნით. ეს კატლეტიც ასე უნდა იყოს? არა, დღეს დამზადებულია და უბრალოდ მე არ მithქვია რომ ძველია. სომი, ყველი, სულგუნი. ესეც გახეხილი ყველია, ნუ მაცივარიც თქვენ უყურებთ რომ დასალაგებელია, მოსაწესრიგებელია. მაცივარიც მომიწესრიგეთ. ეს ქათვის ფრთები არის, ხო, გამზადებული, დაბასტურმებული, კი ბეტონო. თავზე დახურულია, როდის არის დაბასტურმებული? დღეს დილით დააბასტურმეთ, კი ბეტონო. კედლებს თქვენ უყურებთ მდგომარეობას. გამწოვი საერთოდ არა ობიექტზე რეალურად, ეს გამწოვი მუშაობს? შესაკეთებელი კი არ არის, ჩემო ძვირფასო, გადასაგდებია, შეხედეთ რა მდგომარეობაა, შეხედეთ.
შეხედეთ რა მდგომარეობაა და აქ საკვები მზადდება. ეს არის ყოველად დაუშვებელი და არავითარ შემთხვევაში აი ასეთ მდგომარეობაში გას როდის წმინდათ? აი რა სიხშირე წმინდათ? დროს წმინდათ, ირეცხება მთლიანი გაზი, მაგრამ ახლა დღეს ხმარებაში იყო და ერთ დღეში ამ მდგომარეობაში, აი ყველაფერს ამ მდგომარეობაში. აი შეხედეთ, კონდენსატი იქ არ არის, მაგრამ აგერ წოეთავს სამაგიეროდ. და ჩადის უკან. გაზი საშინო მდგომარეობაში გაქვთ. ხვევითად შეხედეთ კონდენსატი როგორ არის ჩამოსული, აი როგორ წოეთავს კედლებზე. შეხედეთ, აი თვითონ იმასაც შეხედეთ, აი ეს ყველაფერი კონდენსატია, ნახეთ აი რა მდგომარეობაა. თვითონ თაროც რა მდგომარეობაშია, აი სრული კატასტროფა და აი სრული კოშმარი არის. საშინელება. აი პირველი უკვე რაც არ მომწონს, აი ჩადიხარ თუ არა, ეს უბინძურესი ურნა საფერფლეა, აი ნახეთ როგორი ბინძურია. ყავა ჩამოსხმული, ჩამოდგლარწული, რომელიც არ ვიცი, შეიძლება 2 დღის არის, აი შეხედეთ როგორი ბინძური და არაესთეტიკური შესახედია და რაც მთავარია პირდაპირ ობიექტის შესასვლელშია. აი ეს უკვე ძალიან არ, აი ესეთი არ უნდა იყოს რა, აი ნახეთ ადამიანი საჭმელად შემოდის და ნახეთ რას უყურებს. ეს ჯობია იყოს გარეთ და თან უნდა იწმინდებოდეს და უნდა გადააგდოთ, ხო? კარგი ის არის, რომ აქ ბუზიც ვერ შემოფრინდება, იმიტომ რომ ნახეთ როგორი ფარდა აქვს და აბა ლიზა კი შემოფრინდა. აბა რა გითხრათ? ქალებს აქ ნამდვილად არ გაუხარდებათ, არაფერი ისეთი გაპრანჭული არ არის, ძალიან უბრალო ინტერიერია, მაგრამ ნახეთ როგორი მენიუა. ნახეთ როგორი ციფრებია: 7 ლარი, 6 ლარი, 7 ლარი, ხინკალი ლარნახევარი, ლუდი 2 ლარი, 15 ოჯახური ღირს 15 ლარი. ძირითადად აქ სვამენ ლუდს, არაყს, მიირთმევენ, მაგრამ აი ეს ადგილი აქ ამას არ ხმარობთ. მიტოვებული, აი ეს რა არის? აი ეს რა არის? აი შემოხვალ თუ არ, ეს რა არის? ჰა? არ არის ხმარებაში? და აბა რატოა ესე? აჰა, და აქედან შედიხართ, არის საპირფარეშო, მე რა საშინელია ეს მილები. საპირფარეშო ეს არის? აქვეა ტუალეტი, არ ვიცი ოპერატორი თუ გადაიღებს, მე იქ შესვლის ნერვი ნამდვილად არა მაქვს. გასაგებია რომ დარბაზი გაქვთ მეტნაკლებად მოწესრიგებული, მაგრამ ადამიანს საპირფარეში შესვლა უნდა და აი ეს ესეთი ჭერი და ესეთი უბედურება, ხო, ყველგან, რომელიც ცვივა, აბლაბუდები, მტვერი, ჭუჭყი და ასე შემდეგ რა. აი საერთოდ აი ნახეთ მაცივარიც, დახლმაცივარი როგორია, აი ესე მიყრილია თითქოს ყველაფერი ერთად. აქვე ყველი, აქვე ლორი თუ სალარა არის ეს არ ვიცი და აი ყველაფერი არის ძალიან მოუწესრიგებელი, არ არის სუფთად გაწმენდილი ეს მინა და აი ყველაფერი აი ესე ვიზუალურად არასასიამოვნოდ გამოიყურება. ეხლა ძალიან რბილ სიტყვებს ხმარობ, არ მინდა რომ უხეშად ვილაპარაკო. ჭურჭელი პირდაპირ ესე დაყრილი, არ ვიცი, აი ეს კედელი რა თქმა უნდა არის შესაღები, ნუ რაღაცა ესთეტიკურად ლამაზი მაინც ხონდა იყოს, ხო, სუფთა იყოს. აი ჩვენ ვიყავით ობიექტზე, რომელიც სასადილოა და ძალიან სუფთა, კოხტა, ყველაფერი სუფთა იყო. ძალიან უბრალო, ძალიან. მაგრამ აბსოლუტურად სუფთა, შეღებილი კედლები და ასე შემდეგ. და აქაც ობიექტი, რომელშიც ადამიანი შესვლისას იხდის ფულს და აი ნახეთ როგორი კედლები ხვდება და როგორი გარემო და მოუწესრიგებელი, აი ეს ყავა როდის ვინდალია, როდის დატოვეს, არავინ არ იცის. ეს არის ქათმის ფრთები. ეს არის ხამსა. შეხედეთ რა მდგომარეობაში მაცივარი რა სიბინძურია. შეხედეთ. ეს იცით რა არის? მიყინული ტარაკანი, კი ბეტონო. ტარაკნები შეხედეთ. კი.ენ რაოდენობით. ტარაკნები ნახეთ. იცოდით ტარაკნები რო ყავდათ, იცოდით? წამალია დაყრილი და კვდებიან? არა ვეცდები რომ გამომწყვიტო, იმიტომ რომ ემოციებს ჩვენდებარება და ნუ ძალიან ბევრჯერ ვითხოვე, გაკეთება, ნუ დამპირდნენ ამ თვეში უნდა დავიწყოთ. ვინ უნდა გაგიკეთოთ? თვითონ ისედაც დაქირავები გვაქვს.
და ვცდილობთ რომ კარგი, მინუსლა დააქირავებული გაქვს, გასაგებია, მაგრამ ტარაკნები, წყალი საიდან ჩამოგდით? ეს თვითონ პირველი სართულიდან და ეს ყველაფერი აღარ მოგვეს ხელი რომ ის ხო ეს აქ ხო აბაზანაა სავარაუდოდ. არ ვიცი, იმიტომ რომ ეს და აქედან ჩამოდის წვეთავს წყალი და თქვენ აქ პროდუქცია ნახავთ საჭმელს. როგორ არა, აქ ნაწვეთი არის, ახლა არ ჩამოდის ამ წუთში, მაგრამ ხო ჩამოდიოდა. ტაფები ნახეთ რა მდგომარეობაში გაქვთ. აი ტაფების მდგომარეობა ვნახოთ. ტაფები ნახეთ რა მდგომარეობაშია. აი კარგით, იმაზე სარემონტოა და იმან უნდა გაგიკეთო და ტაფები ვინ უნდა დაგირეცხათ? თქვენ თვითონ ხო? აი ახაც ნახეთ რა მდგომარეობა. ეს კარაქი არის, კარაქი უღება. ამას შეხედეთ. ეს პური აი ერთი რამე პასუხი გამეცით, აი პური და სანაგვე. ეს სახში მიმაქვს, საქონელი ყავს და მაგისტრის მაქვს, უყურებდი დადებული და სავარაუდოდ აქ და ერთხელ მაინც რო გამოხვეტო, ტარაკანა კი არა, აი საერთოდ რა არ გაჩნდება აქ, აი ეს რო გამოიხვეტოს, ხო შეიძლება და დაალაგდეს. ამაში ხო ცომს ცომავთ. კი ბატონო, აი ცომისთვის არის განკუთვნილი. აი ეს რო აქ იქნება, აი ამ მდგომარეობაში. აი შეხედეთ რას გიგავთ რამე. ასე როგორ შეიძლება? ძალიან სიბინძურია, ძალიან. ეს რა არის? სამრეცხაო. ვაიმე, ეს ნახეთ. ეს ნახეთ. ეს ნახეთ. ეს არის საპირფარეშო. საპირფარეშო, რომელიც არც ირეცხება, აი ჩარეცხილიც არ არის. აბლაბუდები, საშინელება, აქაურობა. საშინელება, აქაც შეხედეთ, რამდენი ნაგავი და რამდენი მტვერი. ეს არის ბათუმი. გული მერე ვაი რა კომენტარი უნდა გავაკეთოთ? სამაგეროდ კამერა დაუკიდებიათ, რომ კამერა უნდა იყოს. აქ ვინ რა უნდა წაიღოს? კამერა ამას რა თუნდა. და აი აქ ირეცხება ჭურჭელი. და შემდეგ აი სამზარეულოში გააქვთ. აი ნახეთ რა საშინელი ანტისანიტარია. აქ ვითომ სუფთა ჭურჭელი, აი ვითომ. ყველაფერზე ხელის მოკიდება, მეზიზღება და მეშინი. საშინელება. ყველგასიბინძური. აქ ჭამა არის დანაშაული, აქ შემოსვლა არის დანაშაული და ამ ობიექტის არსებობა არის სრული კატასტროფა. აი ესეთი სევდიანი სურათი ვიპოვეთ ჩვენ აღმაშენებლის 6 ნომერში, ეს არის ბარი, კაფე, დუქანი, არ ვიცი სახელიც არ აქვს, სწრაფი კვება ვართო, გვეუბნებიან და აი აქ არიან მომხმარებლები, რომლებიც გარეთ ელოდებიან, როდის გადაიღებს ჩვენი ჯგუფი და ალბათ დაბრუნდებიან შემდეგ ამ დარბაზში, მაგრამ მე ისევ და ისევ მინდა აღნიშნო, რომ მეტი პატივისცემაა საჭირო მომხმარებლის მიმართ.